ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკა მოკლედ ამ სათაურით პოდკასტების სერიის თხრობას. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენი მთხრობელია ჯიბას პროფესორი მამუკა მახათაძე. ჩვენს მე-6 ეპიზოდში გარკვეულწილად შევაჯამებთ წინა 5 აი ამ პირველ აქტს ჩვენი თხრობის, რომელიც სადაც მიმოვიხილეთ ეკონომიკის წარმოშობა და იმ ძირითადი ინსტრუმენტების, რისგანაც შედგება ეს ეკონომიკა და პირველ რიგში როგორ გაჩნდა ეს ვაჭრობის გაცვლის საშუალებით და რაც თავარია შევეხეთ და ვილაპარაკეთ ეკონომიკის ზრდაზე და უთანასწორობაზე, რაც თავარია იყო განცდა არსებობს იმისი, რომ არსებობს დიდი აღთქმა, ხო? ანუ შენ მეც იმუშავებ, კარგად იმუშავებ, მიიღებ შესაბამის ნაყოფს, ანუ შრომა, ესეთი ბეჯითი შრომა პირდაპირ პროპორციულია ეს აღქმა არსებობს და შესაბამისად აქედან მოდის აღთქმა დაპირება, ამით ხდება манипуляция, ესე ვთქვათ, რომ მეც იმუშავებ, ყველაფერს მიაღწევ, ანუ შრომით ყველაფერს მიღწევა შეიძლება, მაგრამ როდესაც ვილაპარაკეთ უთანასწორობაზე, აღმოჩნდა, რომ ესე არ არის, იმიტომ რომ ეს უთანასწორობა იზრდება, ხო, რატომღაც და შესაბამისად ჩვენ შევეცდებით შემდეგ ვილაპარაკოთ იმ ახალ ინსტრუმენტებზე, რაც გაჩნდა, რაც განაპირობებს ეკონომიკის ზრდას, ვინ იმყოფება წყაროს სათავესთან, ვინ ქმნის სისტემას და შესაბამისად ვინ უფრო ხეირობს და როგორ ვიღებთ ჩვენ ამ არაპროპორციონალობას. მე მგონი მამუკა სწორად ჩამოვაყალიბე, ხო? როგორ შეიძლება კიდე შევაჯამოთ და აი ამ ეპიზოდში თვლიანად დავხუროთ ეს მონაკვეთი. ყველაზე საინტერესო გურამ არის ის, რომ რეალურად ამ აღთქმით არც კაპიტალიზმი, არც სოციალიზმი ორი ურთიერთდაპირისპირებული სისტემა ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. ანუ საბჭოთა კავშირშიც მაგას გეუბნებოდნენ, რომ იმუშავე, ისწავლე და მიიღებ შენსას. ანუ სისტემის მერიტოკრატიულობაზე კამათი არ იყო. ანუ ნებისმიერი სისტემა იძახის, რომ ის არის ყველაზე მერიტოკრატიული და უზრუნველყოფს რას, რომ შენი, ასე ვთქვათ, კეთილდღეობა პირდაპირ პროპორციულია შენი ძალისხმევის. მე უბრალოდ მარტივად რო ვთქვათ, სხვა სისტემაში ეს რეალობა არ აღმოჩნდა, ხო? და ჩვენ უბრალოდ განვიხილოთ ის თუ რა იყო, რისთვის შეიქმნა ეკონომიკა, ანუ რაღაცა მომენტებში შეიძლება განმეორდეთ, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ეს, ასე ვთქვათ, ეპიზოდი ეძღვნება ზუსტად იმ შეჯამებას, ეს აღქმა ის, რომ ყველაფერი ჩვენი სიკეთისთვის კეთდებოდა და კეთდება, რატომ რეალურად არ შესრულდა, ხო? ანუ ისევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა იზრდება და ამას უნდა ვხედავდეთ, ხო? ანუ სულ მუდმივად გვესმის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს, რომ ეკონომიკა იზრდება. მაგრამ ყველა ამას ხედავს თუ არა, როგორ უნდა იგრძნოს, ანუ ციფრებია თუ რეალური ადამიანების კეთილდღეობა. მოდი ხა სხვანაირად გაგიწევ ოპონირებას და იქნებ შესრულდა. აი ნახე რის თქმა მინდა შესრულდა იმ გაგებით, რომ სრულად ეთანხმები იმაში, რომ ეს არის დიდი აღთქმა, დიდი დაპირება იმისი, რომ შენ იმუშავებ და მე მიიღებ ამის კეთილდღეობას და არსებობს შემდეგ უკვე ამის აღქმები, რომ რამდენად იღებ, ხო? შენ ხო ორი სხვადასხვა სისტემა დასავლური კაპიტალისტური და სოციალისტური, ხო, სადაც ჩვენ დავიბადეთ. განსხვავებულ გზებს გთავაზობს აი ამ მდგომარეობამდე მისასვლელად. მაგრამ თუ ავიღებთ საბჭოთა სისტემას, აი დაუშვათ თეორიულად, რომ იქნებ ზუსტად ეს არის, ანუ ის მოცემულობა, რაც ჩვენ გთავაზობს, ის ცხოვრების წესი, ის პროდუქცია, როგორცაც ჩვენ მოიხარ, იქნებ სწორედ ეს არის, აი საკმარისი და საჭირო, რაც თქვათ ადამიანს სჭირდება, ხო? მე მახსოვს, მე მოვესწარი იმ დროს, რომ აი თქვათ რაღაც ბათინკი იყიდე და იმ 30 წელი და რაღაც შეიძლებოდა გაეძლო. მანქანასაც ლაპარაკი არ არის ცხოვრებაში ერთხელ ყიდულობდა, ყავს და ის არ ხდება. ასე ითვლებოდა. თუ რამე ფუჭდება, აუკეთებ და ყავს, ხო ხდები და აი ეს არის ეს მეოთხე დამოკიდებული. ბუნებრივია რომ იმისთვის რომ რაღაცა არ მუშაობს, ერთ-ერთი დიდი როლი ითამაშა შედარება. კი, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ აი ესე, ადამიანი არ ადარებდა ბოლოს ამდენცამდე ეკადაგა კომუნისტურ პარტიას. 1917 წლამდე და ნიკოლოზის დროს არ ადარებდა, ხო, მაშინ როგორ იყო ყველაფერი. თუ ამოიყვანეს 1913 წელი იყო მუდმივად შედარება, ხო? ხო, მაგრამ ის ხო ელიტისტვის იყო, ხალხი მიწურებიდან ამოვიდა შესახთა კორპუსებში, ამას მუდმივად ადარებდნენ, მაგრამ ხა 70-იან 80-იან წლებში შენ როცა ფილმებს უყურებ და ეს დასავლეთში წასვლა რაღაცა იწია. ხო, აღთქმული მიწა სხვაგან გაჩნდა. იქ უკვე ამას რო ადარებ, ხვდები რომ რაღაც, თუმცა არ გვესმის იმის მექანიზმს. ამიტომ შენ ახსენე რომ ვინც ეს ამბავი მოგვიყვა, მე ვიცოდი რომ აქ რაღაცა არ მუშაობს, აქ არის დეფიციტი საზოგადოებაში დავიბადე და ვცხოვრობ,
მაგრამ მეორე სრული მამაჩემი მიყვებოდა რომ იქ როგორ არის აი იდეაში მარქსის კაპიტალს როგორ მუშაობს ხო შრომა დღეწამ რომ მოქმნა ენერგია ადამიანის შრომა როგორ ტრანსფორმირდება რაღაცებში იმას საქონელში და იმას რომ გააჩნია თვითღირებულება და მე ამაზე უკვე რაღაც სპეკულაციური ფასი მაგრამ აი ამ ძირითად პრინციპებს რა და რომ ესდევს დასავლურ საზოგადოებაში. თუმცა მარქსი ყველგან ისწავლებოდა და ისწავლება, ხო? ნაკლებად. ანუ სამწუხაროდ ბევრ უნივერსიტეტში დღესაც ითვლება, რომ მარქსი ფსევდომეცნიერებაა. შეიძლება საკამათო რაღაცეები იყოს, მაგრამ პრინციპში ერთადერთი მეცნიერული ნაშრომია, შედარებით მეცნიერული ნაშრომი, რომელიც ასე ვთქვათ, სოციალურ სისტემას და ეკონომიკურ ფორმაციებს განიხილავს და რაც მთავარია, ის გინდა თუ არა ყველა დროს არ იმუშავებს, ხო? გარკვეულწილად რაღაც პირობები იცვლება, მაგრამ იმ დროისთვის ყველაზე იმ დროისთვის მოახდინა რევოლუცია. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. ყველაზე საინტერესო რა არის, რომ ჩვენ სულ მუდმივად ვილაპარაკებთ ამაზე, ხო, რა გვინდა ჩვენ გვინდა კეთილდღეობა. Რომ ეკონომიკა მოიტანოს კეთილდღეობა. ანუ ჩვენი სურვილი, აღქმაც ასეთი იყო. შესაბამისად, რადგანაც ჩვენ განვიხილეთ ისტორია და დავაკვირდით ისტორიას, აღმოვაჩინეთ, რომ პრინციპში სულ რაღაცა 30 წელიწადი იყო, თქვათ, ის რაც ჩვენ გვინდოდა, ხო? აი რაც წეგან შენ შეადარე. საბჭოთა კავშირს რასაც ვადრიდით ჩვენ 70-იანი წლების შუამდე, ასე ვთქვათ, 73-75 წლამდე, ხო? აქ უკვე აი ზღვარი უკვე გადადის 73-ში დაიწყო, 80-ში, ასე ვთქვათ, დასრულდა, ხო? მემარჯვენეების, ასე ვთქვათ, ულტრალიბერალების მოსვლით. მაგრამ თავი რა არის? თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ეს ეკონომიკა იყო მატარებელი მთლიანობაში და ლოკომოტივი იყო, ვთქვათ, თვითონ ელიტა რომელიც იზრდებოდა და ვაგონებიც მიხავდა. ეს ვაგონები ჩვეულებრივი ადამიანები იყო, ხო? თუ გახსოვს ჩვენ ლაპარაკობთ, რომ 97%-იანი ზრდა პროდუქტიულობის აისახა 91%-იან ზრდაში შემოსავლების და კეთილდღეობაში იმ ადამიანების. მერე უკვე, ანუ შემდგომში მოხდა რა? მოხდა რაღაცის ცვლილება რამაც ეს ყველაფერი შეცვალა და გაჩნდა დიქოტომია, ანუ გაიზარდა 72-14%-ით პროდუქტიულობა ეკონომიკა, მაგრამ მხოლოდ 12%-ით გაიზარდა შემოსავლები, ხო? ნუ ლოგიკას თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს სწორია, პრინციპში უკვე რაღაც დაპირება გატყდა. ხო, ანუ გამოვიდა ის, რომ ჩვენ რეალურად ეკონომიკის ზრდას კი არ ვამოხრუჭებდით, ხო? ანუ ვამოხრუჭებდით რაღაცა სიჩქარეს, ანუ ვარეგულირებდით რაღაცა სიჩქარეს, რომ ლოკომოტივი იმდენად სწრაფად არ წავიდეს წინ, რომ ვაგონები ვეღარ დაეწიოს და მოწყდეს, ხო? რაც უფრო სწრაფად წავა ინერციით ვაგონები შეიძლება ვერ მიწყდეს და გაწყდეს. შესაბამისად, ის ბარიერები რეალურად, რომელიც ჩვენ გვითხრეს, რომ მოვშალოთ უნდა, იმიტომ რომ გვაკავებს ზრდას აკავებს, ხო? რეალურად მზიდი კედლები იყო. და ეს რომ, ასე ვთქვათ, მოვშალეთ ეს მზიდი კედლები, ეს მოხრუჭები. ჭერ დაგვეცა. და მივიღეთ რაღაც ბუშტი. მივიღეთ ბუშტი, ხო. და ყველასთვის არ შესრულდა. ჩვენ გახსოვს, რომ ხშირად ლაპარაკობთ, რომ და მიღებულია, რომ ადამ სმითი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ეკონომიკის საფუძვლები ჩამოაყალიბა. არადა პრინციპში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელმაც დაახლოებით 40-50 წლით ადრე, ადამ სმითზე ადრე, ჩამოაყალიბა თანამედროვე ეკონომიკის საფუძვლები და ამ კაცს ერქვა რიჩარდ კანტილიონი. ეს იყო ირლანდიელი ადამიანი, რომელმაც წიგნიც დაწერა მეწარმეობის შესახებ და მან ჩამოაყალიბა პრინციპი, რომელსაც დღეს კანტილიონის პრინციპი ეწოდება. პარიზში მან დიდი ქონება დააგროვა ეგრეთ წოდებული მისისიპის კომპანიის ბუშტის დროს, ანუ მან დაინახა პირველმა როგორ მუშაობს ეკონომიკა და შეადარა ის გარკვეულწილად იმ პრინციპს, რომელსაც მერე trickle down, ანუ ჩამოჟონვის ეკონომიკა დაარქვეს. ოღონდ მან ეს დაინახა არა როგორც ჩამოჟონვის ეკონომიკის
დაპირება როგორც შემდგომში ჩვენ გვითხრეს, არამედ რეალობაში და რეალობაში სუფრას შეადარა. ხო, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, შევადაროთ სუფრას, ქართველებისთვის ეს უცხო არ არის და წარმოვიდგინოთ, რომ სუფრაზე გრძელი სუფრაა, თავში სხედან ვიღაცეები, ელიტა და ნელ-ნელა ასე ვთქვათ, სხვა ფენების, საზოგადოების არიან იერარქიის მიხედვით არიან ჩამოწ. ხო. ყველაზე უმცირესამდე. ყველაზე უმცირესამდე. არის საჭმელები ჩადგმით და არის ჩამოტარებით. ნუ რეალურად საჭმელების მაგდა იქ არის ახლოს და ჩამორიგება იწყება აქ და გადაწოდება უნდა მოხდეს ამისი, ხო? და მან თქვა რომ ის ვინც სუფრის თავში ზის, ის აიღებს საუკეთესო ნაჭრებს. და რაც ახლა ლოგიკურადაც გასაგებია, ხო? თუ ჩვენ არ წარმოვიდგინთ, თუ ვერ წარმოვიდგენთ იმას, რომ ადამიანი ანგელოსია და ნუ ყველაზე პატარა ნაჭრებს თავისთვის გაიღებს და უარეს და გადასცემს უკეთეს სხვას, რაც რეალურად ხვდებით, რომ ადამიანური ეგოიზმიდან გამომდინარე ასე არ იქნება, მაშინ რეალობას ეს ძალიან გავს, ხო, რომ ის საუკეთესო ნაჭრებს აიღებს. და მან თქვა, რომ ფულთანაც, ოქროსთანაც, ყველაფერი კავშირში არის იმასთან, თუ რამდენად ახლოს ზიხარ სუფრის თავთან. საიდანაც დანაწილება იწყება. მან თქვა, რომ სიკეთე, რომელიც ნაწილდება, ჩამოდის ესე და ის ვინც სუფრის თავშია იღებს ყველაზე მეც და ბოლოში ნალექი რჩება. ნუ პრინციპში მან იცოდა რომ ეს მისისიპის ბუშტი დაინახა რომ მისისიპის ბუშტი გასკდებოდა თავის დროზე და აქციები როდესაც პირველმა გააკეთა ეგ როდესაც აქციები გაყიდა პიკზე. და პული აქედან იშვა. ჯერ მიხვდა რომ ეს პიკი იყო. მიხვდა რომ პიკი იყო, ხო. და რაც თავარია მე ასე ვთქვათ, ნაშრომიც კი გააკეთა მაგის შესახებ. მაგრამ მის დროს აქციები უკვე ეგეთი ფინანსური ინსტრუმენტი არსებობდა. ერთ-ერთია ეს მისისიპის კომპანია იყო ერთ-ერთი პირველი, ხო? ნუ ჩვენ მე ვიცით კიდე ინფორმაციული ასიმეტრიის გამო როჩილდებმა რა იცოდნენ ადრე, ხო? ვატერლოოს შესახებ და ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს და იქ კიდე სხვა მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მან თქვა რომ ბუნების კანონი არ არის ეს არის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა ფინანსური სისტემის წესი და ძლიერებმა დაწერეს რაღაცა წესი და თუ ჩვენ თქვათ არ გვაქვს წესი, რომლის მიხედვითაც ყველას აუწონით და დაურიგებთ რაღაცა რაოდენობას, შესაბამისად დატაცება თუ არის, ვინც ახლოს არის წყაროსთან, ის დაიტაცებს პირველი. ხო? და შესაბამისად ადამ სმიტი, რომელიც შემდგომში მოვიდა და რომელმაც ჩამოაყალიბა თანამედროვე ეკონომიკის საფუძვლები, ასევე კარგად ხვდებოდა სისტემის სიკარგესაც და მის, ასე ვთქვათ, ცუდ მხარესაც. და სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ გვეუბნებიან თუმცა ისაც ამბობდა გარკვეულ კონტექსტში, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ყველაფერს. და ეს არის ის პარადიგმა, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. მაგრამ პრობლემა რაშია? მისი ტერმინი უხილავი ხელი, რომ უხილავი ხელი ყველაფერს დაარეგულირებს. ხშირად აღქმული იყო, როგორც აესწიანდება გამოვარდნილი კონტექსტიდან. თუმცა ის ამავე დროს თუ დაკვირვებით წავიკითხავ და რასაც არ გვეუბნებიან მის შესახებ, ის მაშინვე ლაპარაკობდა, რომ არსებობს მონოპოლიების საშუალება, არსებობს კარტელური გარიგებების საშუალება, მაგრამ ამას არ ლაპარაკობთ, ხო? უბრალოდ ის ამბობდა, რომ ეს უხილავი ხელი მხოლოდ სრულყოფილი ბაზარის დროს მუშაობს. მაგრამ როგორც ჩვენ ლაპარაკია უცნაურია, რომ ყველა თავის რაღაცას კითხულობს და თავის რაღაცას ამოიღებს, ასე ვთქვათ, ბანერად ნებისმიერი ნაშრომიდან და როგორც ჩვენ ვილაპარაკეთ,
უცნაური ამბავიც არის, რომ მარქსი იყო ყველაზე ნაკლებად გამოცემული მარქსის ნაშრომები საბჭოთა კავშირში. რატომ? იმიტომ რომ ოფიციალურ ნარატივს მისი რაღაც ნაშრომები და ბევრი ნაშრომები ეწინააღმდეგებოდა. ხო, ეს ძალიან საინტერესო. ანუ შენაუმ რომ ეს ადამ სმითის ყველასთვის ცნობილი ფრაზა არის ესე ამოღებული, სწორედ როგორც რაღაც მანიფესტი იმის ხარდასაჭერად იმ პოლიტიკას მარქსის შემთხვევაში მანიფესტი და ენგელსის შემთხვევაში ხო და ამას ციტირებენ იმისათვის რომ როგორც კი ლაპარაკი მიიწყება ხოლმე უთანასწორობაზე და უთანასწორობის აღმოსაფრთხოებად გარკვეული მექანიზმების სამუშაოებაზე რეგულაციებზე იმ წუთშივე მიდის რომ ეს არის თავისუფალ ბიზნესში ჩარევა თავისუფალი ბიზნესი ეს არის წმინდა რამ იმიტომ რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს ბაზარი თვითონ განსაზღვრავს ბალანსს მიწოდებასა და მოთხოვნას შორის და რომ აქ ეს როგორც სიწმინდესთან შეხება ისე არ შეიძლება ამასთანაც და ის როდესაც ლაპარაკობდა თქვა ადამ სმითი რომ უამრავი სხვა რამ არსებობს იმისათვის რომ ესა თუ ის პრინციპი მოკლედ შეიბღალოს იმაზე ძირითადად არ ხდება აქცენტირება ხო ანუ ნაშრომის ნაშრომებს თუ კარგად დაკვირვებით წავიკითხავთ ის რამდენიმე საინტერესო რამეს ამბობდა ერთი ის ამბობდა რომ არსებობს ადამიანის გამოლენჩების საშუალება და ადამიანის გამოლენჩების საშიშროება იმიტომ რომ თქვათ ის ლაპარაკობდა კონვეიერზე თუ ერთი და იგივე საქმეს აკეთებს ერთი და იგივე დავალებას ასრულებს ქარხანაში ის გონებრივად შეზღუდული რჩება თუ სახელმწიფო არ ჩაერევა და კიდევ ერთ რამეს ლაპარაკობდა და კიდევ ერთ რამეს წერდა რომ განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს განათლება საერთოდ არ ჭირდება კაპიტალისტს თავისი მუშების თუ იმ დონეზე მხოლოდ რამდენადაც თქვათ მისი კვალიფიკაცია რაღაცაში გამოიყენოს ანუ სმითი არ იყო ველური კაპიტალიზმის ფანი ის რეალურად ფიქრობდა და წერდა სახელმწიფოს ჩარევაზეც სახელმწიფოს ინტერესებზე რომ სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა მოახდინოს განათლება, იმიტომ რომ სხვას არავის ამ ხალხის განათლება არ აინტერესებს, ანუ სისტემას აინტერესებს ადამიანების გამოლენჩა. შენ როცა თქვი რომ ანუ ეს პროცესი ეკონომიკური წარმოების გავს რაღაც ლოკომოტივს, მატარებლის შემადგენლობას უბრალოდ და წინ ლოკომოტივს მიყავს, ხო ეს ვაგონები რომელშიც ჩვენ ვზივართ. ლოკომოტივს მართავს შენ თქვი ვინ? ელიტა. და რაღაც მომენტში ხომ არ გულისხმობ იმას რომ ეს ელიტა წარმოადგენდა სახელმწიფოს, ხო სახელმწიფო რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, როგორი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს, რა დააწესოს, რა რეგულაცია დააწესოს თუ არა ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, თუ ყველაფერი გაათავისუფლოს, რაც ჩვენ მიჩვეული ვართ, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლა ალბათ კიდევ უფრო ახალი თაობისთვის წარმოუდგენელია თუნდაც დასავლურ ქვეყნებში ის პოლიტიკა, რაც იგივე 50-იან წლებში თუ 60-იან წლებში. ხო, ეს პროგრესული გადასახადი. დიდი დეპრესიის შემდეგ ამერიკაში 30-იან წლებიდან მოყოლებული, როგორ გაიზარდა სახელმწიფოს როლი იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო, ხო, როცა მონოპოლიებმა და ამ ფინანსურმა პირამიდებმა იმსხვერპლა მთელი სისტემა და უამრავი ადამიანი დარჩა გაღარიბებული. შესაბამისად, ცენტრალიზებულ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვლაპარაკობთ ახლა ძირითადად როგორც უკვე იმ დროიდან ყველაზე დიდ ეკონომიკაზე, ხო და რაღაც მამოძრავებელზე და შემდეგ უკვე დოლარის სტანდარტზე. სხვაზე გავლენას ახდენს ხო? მოდელია ხო, მოდი მაგ. და მაშინ გაძლიერდა ფედერალური ხელისუფლება, ხო? ფრანკლინ რუზველტის შემდეგ, როდესაც მიხვდა რომ მეტი ჩარევა არის საჭირო და შტატებს დღესაც იგივეა, როც კრიზისების დროს სახელმწიფო ერევა და ასწორებს. და იჯდა ელიტა, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ელიტა ხდება ესეთი ლიბერალური ძალიან, ულტრალიბერალური, ის ცulis აი ამ ჩარჩოებს, აფართოებს, ასუსტებს ამ შემაბრკოლებელ რაღაც მექანიზმებს და იწვევს სამითი ეკონომიკურ ზრდას. ისეთი ფიგურები დგან ამის სათავეში, რომელიც გვიანდელი საბჭოთა კავშირის ეპოქაში ისე არის რა, განდიდებულები, ხო, ტეჩერი, რეიგანი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ტეჩერი, რეიგანი, ფრიდმანი საკმარისი იქნება. ხო, და ეს ხომ არ ხდება ამ დროს ის თქმა მინდა, აი ამ ლოკომოტივში ამ ელიტის ჩანაცვლება. ანუ უბრალოდ სახელმწიფო არჩეული პირები რაღაც მომენტში საჭესთან სვამენ კაპიტალისტებს, რეალურ კაპიტალისტებს, ან ბანკირებს, მსხვილ ფინანსისტებს, დიდ კორპორაციებს, რომლებიც ადგენენ უკვე ამ წესებს. და ისინი ხდებიან გარკვეულწილად დაქირავებულები. ისიც სხვადასხვა საინტერესოა, რომ დღევანდელ ევროპაში ჩვენ ძირითადად უკვე სახელმწიფო
მართლებადაც ყოფილ ბანკის კლერკებს ხედავთ, ხო? საფრანგეთის მაკრონი, შემთხვევაში, ხო. გერმანიის შემთხვევაში, სუნაკი. კანადის შემთხვევაში, ბრიტანეთის, ანუ პირდაპირ იქიდან უკვე ეს არის შერწყმის გაფორმება და უკვე რთული განსასაზღვრია, რომ ვინ უკვეთავს და ვინ ასრულებს. მოდით ასე ვთქვათ, ეს დამკვეთები ძალიან ხშირად იყვნენ ფინანსური ელიტები და კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მეფეების შემთხვევაშიც კი ძალიან დიდი ზეგავლენა შეიძლება ქონოდა. აი უკვე ზეგავლენა, მაგრამ არა უკვე აბსოლუტურად, ანუ მეფე მარიონეტებზე ჩვენ ვიცოდით, რომ მეფე შეიძლება გაკოტრეს, მეფე შეიძლება ჩაიძიროს ვალებში, მეფემ შეიძლება გადააგდოს საერთოდ ის ვინც მას ფული ასესხა და ეს ებრაელები მაგალითად როგორც ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტები საუკუნეების განმავლობაში იტანჯებოდნენ. ანუ რომელი დევნიდნენ ებრაელებს, რომელი მონარქიც ყველაზე ადრე მიხვდა იმას, რომ თუ უნდა რომ კეთილდღეობა შექმნას ეს ფინანსური სისტემა უნდა დაიცვას და არ უნდა გადააგდოს ტიპი რომ ასესხა ჰოლანდიაში, ინგლისში, წავიდნენ მე ეს ფინანსური ჯგუფები, მაშინ ეს ეთნიკური ნიშნით იყო გამორჩეული, უბრალოდ ეს ისტორიული წიაღსვლა არის, არაფერი განსაკუთრებული და იქ შექმნეს უკვე ეს თავის ფინანსური ცენტრები, ხო, იმიტომ რომ იქ უნდა დაცულობის მეტი ხარისხი. მაგრამ სიუზერენი მაინც იყო მონარქი. ნებისმიერ დროს შეეცვალა რა. რაღაც მომენტში ეს უკვე იცვლება, როდესაც სახელმწიფო უკვე ვეღარ შეუცვლის წესებს. პირიქით, შეიძლება ფინანსმა და კაპიტალმა უკარნახოს. აი ეს როდის ხდება, მაგას ვკითხავ. აი ეს ზუსტად ხდება მაშინ, როდესაც მორჩა ოქროს ხანა. ხო, ანუ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. კი, მაშინ ხდება. მაშინ და გითხარ, აი როჩილდი, როცა გავლენაზე ვლაპარაკობ და ის ნათან როჩილდი და ის დაფუძნებელი როჩილდები, ესე ვთქვა, დინასტიის ძალიან დიდ ფულს იხდიდა. მე მგონი ყველაზე მდიდარიც გახდა ინგლისში, ლორდთა პალატის წევრი იყო, მაგრამ ფორმალურად ვერ ხდებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ ებრაელი იყო და იმ ფიცი, რომელიც ქრისტიანულ ტექსტზე აწყობილი, ვერ დებდა. და მე სადღაც ანამ არ შეიცვალა წესი, მე მგონი 1-4 ისაა გამოტოვებული ცულა. ხდები, ანუ რამხელა არის გავლენა, მაგრამ ხა დღეს წარმოიდგინე ხა შენ, რომ თქვა ილონ მასკმა რამე ვერ შეძლოს. ხო, აი სწორად ახსენე, ანუ მეც მაგით დავიწყე, რომ ზეგავლენა ქონდა ფინანსურ ელიტებს, მაგრამ მარიონეტები არ ყავდათ. რეალურად, ხო, თავისი სრულად თავისი ინტერესების გამტარებლები არ ყავდათ. აი 75-73 წლების შემდეგ, როდესაც თქვათ ის ოქროს ხანა დასრულდა, ნელ-ნელა იზრდებოდა, დღეს პიკს მიაღწია. ხო, ნუ პრაქტიკულად ვეღარ ხვდები სად არის გაგრძელება. გაგრძელებაა თუ აი როგორ გადადის ეს ფინანსური ელიტების მართლობა სახელმწიფოს მართლობაში, ხო, აი რაც ვახსენეთ, ხო, თანამედროვე ელიტები პრაქტიკულად პირდაპირ განშტოება არის ამ საბანკო სისტემის, თქვათ, ხო, დიდი ბანკების, დიდი კომპანიების, BlackRock-ის მაგვარი და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი რა იყო, რომ ეს ოქროს ხანა რატომ მუშაობდა, ხო, მუშაობდა ამ მოხრუჭებისგან, რომელიც მეჩვენებოდა რომ მოხრუჭები იყო, ხო, იმიტომ რომ ასე გვითხრეს. და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყოს, რომ აი ეს ზრდის სარგებლის განაწილება აღარც მე ისე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საბჭოთა კავშირის საშიშროება არ იყო, რევოლუციური განწყობების საშიშროება შემცირდა და თავარი ის არის, რომ ეს მოხრუჭები ზოგჯერ მართლა უსამართლოც იყოს. აი ამაზე დაიწყო აგება, რომ იმას მარტო უარყოფითი თვისებები აქვს. და შესაბამისად აღქმა კიდევ ერთი ახალი და განსაკუთრებული დაიდო, რომ რას ამბობ, აი ამ მოხრუჭებს თუ მოხსნით, ყველანი 60-ში ვიცხოვ. ხო, ნუ ეს პროპაგანდის ძალიან საბაზისო ხერხია, როდესაც შენ იღებ ერთ პრობლემას და იმის განზოგადებას ეწევის შემდეგ, ხო, რამაც ძახი, რომ აი ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გქონდა, როდესაც ტრამპა USAID დახურა, ამოიღო აბსოლუტურად ოდიოზური кейსები, რომელიც ხო რეალურია, მაგრამ წარმოიდგინეთ ტრილიონები რაც ხარჯა USAID-მა თავისი არსებობის ისტორიაში და იქიდან ამოიღო, რომ აი რა თქმა უნდა რომელიღაც აფრიკულ ქვეყანას. ხო, ძალიან ბევრი კარგი პროექტიც იყო, მაგრამ ხო, მასთან რაც აწყობდა მან ამოიღო ის და ამის საფუძველზე უკვე მოახდინა სრული დისკრედიტაცია ორგანიზაციის, რომელიც ისედაც არავის ეხატებოდა გარკვეულწილად უკვე გულზე, მისი რეიტინგი ზაქვევით იყო ბენეფიციარ ქვეყნებში წასული და ძალიან მარტივად მოიშორა თავიდან. ხო, ეს კარგი მაგალითია იმისი, როგორ ხდება ამ თავარია მიზანი რა იყო, ანუ ზეგავლენის შემცირება, ამ ასე ვთქვათ, მთლიანად საქმიანობიდან გამოსვლა, ყველაფერი ჩვენ არ ვიცი. ხო, არა, მაგას არ ვლაპარაკობ, ეხლა უბრალოდ ვლაპარაკობ, როგორ ხდება რა. კი ბატონო. იმის თქმა, რომ აი ნახეთ ეს რა უსამართლოა.
ხო, ანუ ადამიანებმა დაინახეს, რომ პროდუქტიულობის და ეკონომიკის ზრდა მათ ხელფასებზე აისახება. და ამ პერიოდში ადამიანებს ეუბნებიან, რომლებიც ვერ ხვდებიან, ანუ რამ განაპირობა ზუსტად ის, რომ მათ თანაბრად ხვდებათ ეკონომიკის ზრდა. მათ უხსნიან, რომ იცით რა, ჩვენ თუ ამ მუხრუჭებს არ მოხსნით, ვერ ავჩქარდებით და ვერ წავალთ წინ სწრაფად, ხო? და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შექმნეს დიდი ილუზორული მექანიზმი, დიდი ილუზია დავარქვათ ამას, რომელსაც ეს კიდევ ერთი ახალი აღქმა შეიქმნა და ახალი აღქმა, რომელსაც ერქვა trickle down economics. ანუ ჩამოჟონვის ეკონომიკა. თუ თავი ბევრს შოულობს, შენც აუცილებლად რაღაც ხო, აი წარმოიდგინე, რომ თქვათ ჭიქები ერთი მეორეზე დევს, ხო? აი ჩვენ გვინახია თქვათ ხშირად შამპანურს პირამიდა თავიდან ასხავ, შემდეგ ის ჭიქა რო გადაივსება ზემოთ, მერე გადმოედინება და წვეთებით იწყებს ჩამოჟონვას და ყველას ჭიქა აივსება. მაგრამ აქ როდესაც გვეუბნებიან, რომ თუ მდიდრების ჭიქა აივსება და გადმოვა, ზედმეტი გადმოვა, მერე ქვემოთყოფებსაც ასე ვთქვათ რაღაცა შეხვდება და ეს იყო 80-იანი წლების ასე ვთქვათ ზუსტად. ხო, აქ. რეალურად ყույლი რატო? იმიტომ რომ თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ეს ჭიქები დაახლოებით ერთი ზომისაა, თუნდაც გარკვეულწილად ორჯერ ან სამჯერ დიდია ზედა ჭიქა, ხო? მაშინ გასაგებია, რომ ეკონომიკა როცა გადაივსება და გაიზრდება, ჩამოვა და მალე ჩამოჟონოს, მაგრამ თუ ეს ჭიქა განუსაზღვრელად დიდია ან უძიროა, ან თუ რაღაც სულ მუდმივად იზრდება. ხო, მუდმივად შეიძლება რაღაც გადმოდის, მაგრამ რაც უფრო ხედავს მდიდარი რომ რაღაცა უბრალოდ ჭიქას ყიდულობს, ჭიქას ზომაზე ჭიქას აიდებს. ანუ ისევ კანტილიონს უბრუნდებით რა. კი, ჯერ კიდევ სხვათა შორის ამ კუთხით არა, სხვა კუთხით არის, მაგრამ ბიბლიაშიც არის ნახსენები, ხო, როდესაც ღამები დიდარი წვება და ფიქრობს, რომ რა კარგი მოსავალი მომივიდა და ანუ ის არ ფიქრობს, რომ სანმე დაარიგებს ან გაას ვიღაცა საჭმელს, ანუ აღარ ეტევა ბეღელში და მოდი ეხა ამ ძველ ბეღელს დავანგრევ და უფრო დიდს ავაშენებ ორჯერ დიდს და ნუ იქ მორალი სხვა არის, იქ მე ღმერთი ეცხადება და ეუბნება, რომ ამაღამ მაგალითად შენ სულს წარიტაცებენ და რა დგინა ვისთვის აკეთებ. მაგრამ თავარი ის არის, რომ რასაც შენ იძახი, რომ ყველა დროში ადამიანი იგივენაირად ფიქრობს და ჩვენ ვიცით რომ შამპანურის ჭიქების პირამიდა, იქ ყველა ჭიქა ერთნაირია და იქიდან მართლა თუ საკმარის რაოდენობას ჩაასხო, ყველა ერთნაირად გაივსება. ანუ ეკონომიკური ზრდა თანაბრად აისახება ყველაზე. და რეალური ცხოვრება ის ვიცით რომ ეგეთი არ არის. ხო, მაგრამ აი ზუსტად ეგ იყო ჩამოჟონვის ეკონომიკის ილუზია, რომ ადამიანები გარკვეულწილად ამას ხედავდნენ და თითქოს ის რომ მათ დროს, ანუ აი 30 წლის ოქროს ხანის განმავლობაში ეს მართლა რეალურად ძალიან მსგავსი რამე ხდებოდა, ანუ ეკონომიკის ზრდა ყველაზე თანაბრად აისახებოდა. ამას დაპირდნენ, ოღონ უთხრეს, რომ ეს მუხრუჭები არაფერში არ გჭირდება და ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზრდება. შესაბამისად, ადამიანები ვერ მიხვდნენ იმას, რომ ეს მუხრუჭები იყო იმის მიზეზი, რომ თანაბრად ნაწილდებოდა. და ადამიანებმა იფიქრეს, რომ თუ ეკონომიკა სწრაფად გაიზრდებოდა, ისევ გაგრძელდებოდა, ასე ვთქვათ, თანაბრად განაწილება. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ ისევ კანტილიონს და კანტილიონის პრინციპს და ეფექტს და სუფრასთან თავშეჯდომას წარმოიდგინე, რომ შეუსებენ მას ჭიქას და მერე დარჩენილ ღვინოს განაწილებენ სხვასთან. თუ იმას უძირო ჭურჭელი აქვს, ხო? თუ იმას ძალიან დიდი ჭიქა უჭირავს ხელში, რომელშიც დოქი მთლიანად ეტევა. და თუ დოქი მთლიანად ეტევა, მაშინ აღარაფერი აღარ დარჩი. ხო, მას შეუძლია უბრალოდ გამოუშვას იმდენი, რამდენიც მას აწყობს. ეს საინტერესოა, როცა ჩვენ ახლა ამ პოდკასტს წერთ, ახლა საქართველოში მიმდინარეობს ესეთი პროცესი, რომ მოდი შევამციროთ სამხარევლო ფასები და საჯარო მოსმენები მიმდინარეობს და საჯარო დისკუსიაც, დებატი, თუ რაც გინდა დავარქვათ,
ყოველ შემთხვევაში ღიად იმასთან დაკავშირებით, რომ მოდი ჯერ გავერკვეთ ამ ანატომიაში, ხო, როგორ ხდება ამ ფასების წარმოქმნა და ჩვენ ვხედავთ იმპორტის ფასს, ჩვენ ვხედავთ საცალო დახლის ფასს, ჩვენ ვხედავთ დისტრიბუციის ფასს და მიმდინარეობს ხა გვაჭრობა და რაც თავარია, ვერ მივედით ჯერ ვერანაირ ესეთ ერთ მნიშვნელოვან პასუხამდე, რომ სად მიდის, იმიტომ რომ ამ ბიზნეს შემოწავს, აქ თავისი ლოგიკა, რომ იცი მე რო ეს ამდენი ვჩება, აი პირობით დავიყოთ რაც იყო გახმიანებული 86%-იანი ფასნამატი, ხო? ეს ლოგიკურია, რომ ესე უნდა დარჩეს მთელი რიგი მიზეზების გამო და ამავე დროს სხვანაირად ვერ იქნება და მეორე სხვა ჩვეულებრივი მოსახლეობა ისთვის ეს რაღაც ზვირია, იმიტომ რომ ის ხედავს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს აქ იყო დეფიციტი, იქ ფილმში ხედავთ ვიღაც წავიდა, ჩამოიტანა საღეჯე ეჟმი, რეზინი, იქ ხედავთ რომ სხვა ფასია და აქ სხვა ფასია და რატომ? აი ეს კითხვა შეიძლება ბიზნესის ლობს ამის ანატომია ახსნას, ამდენად გამოსდის მეორე საკითხია, მომხმარებელს აქ შეკვეთა და ხედავთ აქ შუაში მდგომ მთავრობას, რომელიც ცდილობს რომ არც ისინი გააბრაზოს, ესენის დააკმაყოფილოს და იპოვოს რაღაც ოქროს შუალედი. ეს მცდელობა ჩვენი აღწერილი თეორიის მიხედვით განწირულია თუ მაინც შესაძლებელია რაღაცის შექმნა. ნუ პრინციპულად მოდით ასე ვთქვათ, ის დისკუსია, რომელიც დღეს მიდის ხანდახან ტრაგიკომედიურ დონეზე არის, ანუ არგუმენტები სამწუხაროდ ორივე მხრიდან არასწორია ხშირად და არ მგონია რომ რაიმე დიდი შედეგი გამოიღოს იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს რაღაცა ობიექტური რეალობა და არსებობს რაღაცეები, რომელიც პრინციპში სუბიექტურია და შესაძლელია. და ობიექტური რეალობა საკმაოდ დიდია. ხო, ანუ ლოგისტიკური ხარჯები მართლა ძალიან დიდია და გაიზარდა. ანუ კოვიდის დროს რო გაიზარდა და ეხლა კიდევ ვთქვათ, სპარსეთის ყურე, ანუ მუდმივად იზრდება, ხო? ბევრ ადამიანს ვისაც აქვს სერვისები და ვინც იყენებს სერვისებს გადმომზიდავების, მისდით მესიჯები, რომ ამასთან დაკავშირებით ბოდიშით, მაგრამ ფასები უნდა გავზარდოთ, ხო? ანუ თუ როდისღაც იყო, ვთქვათ, გადაზიდვის, ვთქვათ, 1 კილოგრამის $3, ძალიან სწრაფად ავიდა, ვთქვათ, $9-12, ხო? და კიდევ გვაფრთხილებენ, რომ გაიზრდება და გაიზრდება. შესაბამისად, ამას ხო ვერაფერი ვერ შეცვლის, ხო? რამდენიც არ უნდა. მეორე, თვითონ ფული, რომელსაც იყენებს, ვთქვათ, შემომტანი საბითუმო მოვაჭრე, ვთქვათ, ან იმპორტიორი, ან თუნდაც იგივე სუპერმარკეტი, ფული მისთვისაც ხო ძვირია, ანუ საქართველოს თავისი რისკების მარჟით მაღალი პროცენტია, ხო, გადასახდელი. შესაბამისად, იქ როდესაც ვადარებთ, იქ არის კიდე განსხვავებული დაბეგრვა, მაგალითად ამერიკაში პრაქტიკულად ყველა შტატში საერთოდ არის ბეგრება საკვები, ცალკე. ანუ იქ არ არის DGG, მაგრამ არის ვთქვათ sales tax-ი, რომელიც სხვადასხვა პროცენტია სხვა შტატში, მაგრამ sales tax-ი პრაქტიკულად 0-ის ტოლია 51 შტატში. 50 რაღაც სამხმარებლო კალათის საკვებ ნაწილზე, მაგას საკვებ ნაწილზე, ხო, კლიანად ყველაფერზე, შამპანურზეც და პურზეც? არა. ანუ ზუსტად რაღაც ჩამონათვალი არსებობს. ჩამონათვალი არსებობს. კრიტიკული საკვების. კი, კრიტიკული საკვებია, ფუაგრაზე და ხო. მაგაზე არ არის. ხო, მაგალითად თქვათ, იგივე ადამიანებისთვის, დიდი ნაწილისთვის, ნამდვილად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, თქვათ, პურზე, ფქვილზე, ბრინჯზე, შაქარზე, ხო, რაღაცა იმ პროდუქტებზე, რომელიც თქვათ, პირველად იმოხმარების არის ფასების, ასე ვთქვათ, დაბლა დაწევა ან შენარჩუნება, მაგრამ რეალობაში პრობლემა იმაში არის, რომ სხვა ფასები, მაგალითად ნუტელას ფასი მაღალი იქნება თუ არა, დიდად არ შეცვლის რაღაცას. ან თუ გინდათ ძალიან ფუფუნების საგნების, ასე ვთქვათ, სპეციალური შოკოლადების და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ იმას ყველაფერს ედება, ხო, ის დღე. ის განუსხვავებელი ერთი და იგივე გადასახადები ყველას, ასე ვთქვათ, ერთნაირად წევს ფასს. მაგრამ სუბიექტურიც არის, ხო? და ეხლა სუბიექტური არის ის მიზეზები, რომელთაც ჩვენ გვიხსნიან, რატომ ხდება ეს ყველაფერი, ხო? რომ აი, იცით რა გვიხსნიან, რომ ბავშვებმა რაღაცები მოიპარეს და ჩემი გადასახდელი რატოა, ხო? ვთქვათ, ფასები ავწიეთ, რომ ის ზარალი ხო, სხვათა შორის მე როგორც ვიცი, ახლა არ ვიცი ვინ მითხრა, მაგრამ მითხრა ერთ-ერთი დიდი ქსელიდან, რომ
შეიძლება რამდენიმე მილიონიც იყოს, რომელსაც აჩვენებს ის კომპანია თუში დანაკარგს, ეხლა ეს მიზიში და აუდიტია და სად რა მოიპარეს და გაიძარცვა ქვეყნის მასშტაბით, ეხლა ხო ასობით მარკეტზეა ლაპარაკი და ბუნებრივია რომ ესეც აისახება საბოლოო ჯერში ყველაფერი აისახება ფასში. სხვათა შორის მე აღმოვაჩინე ერთი ეგეთი მექანიზმი, ჩვენ რო გონია რომ განსხვავებით მარკეტისგან სადაც ყოველდღე შეიძლება სხვადასხვა ფასი დაგხვდეს, მივიходი ბანკში, აიღე პროდუქტი ფულის სახით და გააფორმე ხელშეკრულება ის პროცენტი რაც გასაშუალოებულად ბოლოს არის დათვლილი იანგარიშება მრავალი კომპონენტისგან ხო პირდაპირი პროცენტი ინტერესი და ვთქვათ დაზღვევა არის აი ერთ-ერთი კომპონენტი არის რისკი და აღმოჩნდა რომ ეს რისკი იანგარიშება მთლიანად აი ქვეყანაზე ბანკის კლიენტურაზე შემდეგ ხდება იმის გასაშუალოება და ჩვენ გეკისრება ანუ პრაქტიკულად ჩვენ ვიხდით იმის ფულსაც ვიღაცა რო ვერ გადაიხადა სესტე, არ დააბრუნა და უპასუხისმგებლობა. სისტემის არაეფექტურობის ფული ანუ ბევრი რამ, ოღონდ ამას ესე დეტალურად ამას ვერ უყურებს. სხვათა შორის შეხედა ეხა ეს იმიტომ ვახსენე, რომ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ეს პირველი აქტი, ჩვენი შესავალი ლექციების ეკონომიკის შესახებ დავხუროთ ამით და უკვე ახალი აქტი უკვე გავხსნათ უკვე მეტი კონკრეტიკით ხო და ვილაპარაკოთ ამ უთანასწორობის წარმოშობ თავარ რამეზე და საერთოდ თავარ ეკონომიკურ იარაღზე რაც ქვია ფული და იმ სტრუქტურაზე რომლებიც ინახავენ, ბეჭდავენ და ავრცელებენ აი ამ ფულს ბანკებზე. ამაზე კი უკვე შემდეგ ეპიზოდში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ რეალურად სისტემის ასე ვთქვათ დაჩქარებამ მოგცა ის ლოკომოტივის დაჩქარებამ რომ ვაგონების ასე ვთქვათ მუხრუჭები რადგანაც აღარ ქონდა და დაჩქარებამ გამოიწვია ის რომ სისტემა ანუ ლოკომოტივი მთელი მატარებელი დაიშალა და შესაბამისად რაღაცა იყო მოსაფიქრებელი რომელიც ამ სისტემას დაიჭერდა შეაწებებდა ვაგონებს და ლოკომოტივს და ეს წებო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა არის ეს წებო და ამ წებოზე ვილაპარაკებთ შემდეგ ეპიზოდში. კი ბატონო, დღეს კი ამით დავამთავრებთ.